გამარჯობა, მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ თავისუფლების მოედნის პოდკასტების სერიას და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხი, რა ბედიელით მათ, რა გასაჭირის და პრობლემების წინაშე დგას თვითონ ეს საკითხი და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ბატონი ნოდარ არონიშიძე, რომელიც არის არქიტექტურის ისტორიკოსი და ასევე ხელოვნებათმცოდნე და მიხარია რომ დღეს თქვენ ჩვენთან ერთად ხართ და როგორც პროფესიონალი აგვიხსნით იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას. არა მხოლოდ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ვიწრო ხელოვნებათმცოდნეური პრობლემა, არამედ ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ჩვენი კულტურული პოლიტიკის, ჩვენი ქვეყნის პრობლემა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჩვენ როგორც ქვეყანა ყველაზე მეტად ვამაყობთ ჩვენი კულტურული ძეგლებით. ახლა მე პირადად მაქვს ესეთ გამოცდილება, მაგალითად, როდესაც ხვდები და ან ჩამოდიან უცხოელები, პირველი რაც შეგვიძლია ჩვენ ვანახოთ, ეს არის ჩვენი ეკლესიები, მონასტრები, ციხესიმაგრეები, ანუ ის კულტურული ძეგლები, რომლებიც კი ბევრი გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის დაკავშირებული აი ჩვენს სამონასტრო ცხოვრებასთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან და ასევე შეიძლება ითქვას რაღაც დონით შუა საუკუნეობრივ საქართველოს ისტორიასთან და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამით მდიდრები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორია ძალიან მდიდარია, საამაყოა ეს ისტორია, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ბოლო დროს გაშიშულდა ძალიან ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დადგა ჩვენი ქვეყნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საამაყო ძეგლის გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ჩვენ ვიცით, ყველამ ვიცით ძალიან, რომ ეს პრობლემები ეს არ არის რაღაცა ძალიან კონკრეტული სახელოვნებათმცოდნეო კამათის ფარგლებში ვეღარ რჩება, არამედ ეს პრინციპში თავის თავში მოიცავს მთლიანად მთელი საქართველოს დღევანდელ როგორც პოლიტიკურ პრობლემებს, ასევე კულტურულ პრობლემებს და მინდა რომ რაღაცნაირად ნათელი მოვფინოთ, იმიტომ რომ ამ საკითხზე ძალიან დიდი ხანია მიდის მსჯელობა და ბატონი ნოდარი დაგვეხმარება, რომ რაღაცნაირად არა მხოლოდ გელათის პრობლემა, არამედ მთლიანად კულტურული ძეგლების პოლიტიკის და კულტურული პოლიტიკის პრობლემები დაგვანახოს უფრო კარგად. ბატონი ნოდარ, მე მაინტერესებს პირველი, რაც შეიძლება ესე რომ ვთქვათ, აი ეხლა მინდა რომ დავიწყო კონკრეტულად გელათის პრობლემით და მე აქედან რაღაცნაირად გავშალოთ, იმიტომ რომ გელათის პრობლემასთან ერთად, როგორც ჩვენ ახლა სანამ დავიწყებდით ამ პოდკასტს, გელათის პრობლემა მაჩვენა, რომ ეს არ არის მხოლოდ გელათის პრობლემა, არამედ დაახლოებით იგივე პრობლემების წინაშე ვართ ჩვენთვის ძალიან სასიკადულო და მნიშვნელოვან ძეგლებთან დაკავშირებით. მოდით ვთქვათ, აი დიდი ხანია ხო ამაზეა საუბარი, რომ გელათის მოხატულობა, არა მარტო მოხატულობა, არამედ მთლიანად ეს არქიტექტურული პრობლემები, რომელიც თქვა დაკავშირებულია გელათის აი გარშემო რაც ხარაჩოები არის, თქვა ეხლა აშენებული თავად ფრესკები და რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცნობილი, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ძეგლი რაც არის, გელათის ცნობილი მოზაიკა. რა მდგომარეობაშია და საერთოდ რა პრობლემების წინაშე ვართ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და ვურჩევ რომ ამ პოდკასტს უყუროს მანამდელ გადაცემებსაც და ამის შემდგომაც ძალიან საინტერესო მიმართულებებია, საინტერესო სტუმრები არიან და ვურჩევ რომ რაღაცა ხშირად უყურონ ამ ამბავს. ბევრ ამის გაიგებენ იმის შესახებ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. დღეს ცხადია ვსაუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობაზე, კულტურის პოლიტიკაზე, კულტურული მემკვიდრეობის
მემკვიდრეობის პოლიტიკაზე და ლოგიკურია, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც დიდი ინტერესი გელათის მიმართ და გელათი პრინციპში ლოგიკურია, რომ იქცა გამოხატულებად იმისა, რა სჭირს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. როდესაც ჩვენ საუბრობთ გელათზე, ან ჩემი მთავარი ინტერესი ამ მხრივ გელათთან დაკავშირებით პროფესიული საზოგადოება ბევრი წელია საუბრობს, ბევრი წელია ერთსა და იმავეს ვამბობთ, პრინციპში აბსოლუტურად ერთსა და იმავეს ვამბობთ. უბრალოდ ეს პროცესები არ უმჯობესდება და არ იცვლება არაფერი. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ შემთხვევაში გელათთან დაკავშირებით, ხო, არის ის არა რა ხდება ეხლა გელათში, არამედ საერთოდ როგორ მივედით გელათამდე. როგორ აღმოჩნდით? როგორ აღმოჩნდით იქ, რომ ჩვენ გვაქვს 5 წელია ძეგლი, რომელიც ვერ გადავხურეთ, რომელშიც წყალი ჩადის, რომელმაც გაანადგურა მოხატულობა, საფრთხეს უქმნის მოზაიკას და აი ამ მდგომარეობამდე მივედით. ეს ხო, ეხლა გელათი არ არის ერთეული შემთხვევა, მაგრამ რომც იყოს ერთეული შემთხვევა, ჩვენ ვახსენებთ სხვა ძეგლებსაც, მაგრამ რომც იყოს ერთეული შემთხვევა, გასარკვევია როგორ მივედით, ხო, ქვეყნისთვის ესეთი მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად გამორჩეული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ნუსხაში შესული ნაგებობ კომპლექსი. სულ რამდენია, ბოდიში რო ვთქვათ, საქართველოს აი ამ ძეგლებიდან სულ რამდენი ძეგლი გვაქვს იუნესკოს სიაში? ამჟამად კომპლექსებად არის შესული, მათ შორის არის მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი სამთავრო, რაც ერთ ჯგუფად მოიხსენიება. ეს არის შესული, გელათი და ბაგრატი იყო ერთად, მაგრამ ნუ რაღაცა დროს მოხდა ბაგრატის ამოღება და გელათი დარჩა ესე ცალკე და სვანეთიდან არის შესული კიდევ ნაწილი სვანეთისა. იქაც და ან ყველა ამ სამივე ძეგლის შემთხვევაში ჩვენ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ხო, აი კულტურული, როდესაც იუნესკოს ძეგლებზე ვსაუბრობთ, ვაპირებთ ბოლოსკენ ამაზე მეთქვა, იუნესკოს ძეგლები, რომელიც შესული და რომლებიც წარდგენილი გვაქვთ, რომ გვინდა რომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ნუსხაში იყოს, მაგრამ რადგან შევეხეთ, მოკლედ ძალიან ამასაც ვახსენებ, რომ ძეგლები, რომლებიც ამ სიაში არის და ძეგლები, რომლებიც ელოდება, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ერთის მხრივ გელათი და ბაგრატი, ანუ ბაგრატის საკითხი გადავდოთ გვერდით, არა იმიტომ რომ გვერდს თავს ვარიდებთ ამას საუბარს, ამაზე შეიძლება საუბარი თავისუფლად, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეს გვიდგას ეს პრობლემა და არა ის რა იდგა 10 წლის წინ და 20 წლის წინ. დღეს გვიდგას გელათის პრობლემა, ხო? და გვიდგას მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის პრობლემა. ანუ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ნუსხაში არსებული ყველა ნაგებობა დღეს საფრთხეშია. სვეტიცხოველში წყალი ჩადის, მცხეთის ჯვრის საფასადო წყობა, ქვა იშლება, ფასადის ქვა, რომელსაც ჩუბინაშვილის სამეცნიერო ცენტრს მომზადებული ქონდა საკონსერვაციო პროექტი ქვისა, რომელიც შეაჩერა კულტურის სამინისტრომ და მაშინდელმა მინისტრმა ქალბატონმა მათია წულუკიანმა, შეაჩერა უბრალოდ ამერიკის საელჩოს გრანტი მოპოვებული, უშუალოდ მცხეთის ჯვრისთვის გამოყოფილი თანხა, გააჩერა პროექტი, რაც სრულიად გაუგონარი ამბავი იყო. ანუ ეს არის ის, სადაც ჩანს რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ბატონო, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, მოდით რაღაცნაირად იმისათვის რომ ცოტა ნათელი მოფინოთ თვითონ აი ამ საკითხს, რაღაცნაირად თქვათ, რამდენი აქტორი არის აი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით რომ ერთის მხრივ არის მფლობელი თვითონ ამ ძეგლებისა საპატრიარქო, მეორეს მხრივ არის სახელმწიფო კულტურის სამინისტრო და ასევე არის ჯგუფები, ხო? ან თვითონ იუნესკოს ექსპერტები ვინც არიან და ვინც ამ საკითხზე მუშაობენ. ანუ როგორი არის კოორდინაცია და რატომ მოხდა ესე რომ ვთქვათ, რომ აი მართლა ყველაფერს თავი დავანებოთ, ადამიანი როდესაც ჩამოდის საქართველოში, რითიც ჩვენ ვამაყობთ, ყველა ის ძეგლი, აი სადაც მიყავს, ხო? პირველ რიგში ადამიანს გინდა რომ საქართველო ანახო, შენეულები რომ წამომყევი სვეტიცხოველში, წამომყევი ჯვარზე, წამომყევი გელათში, კიდევ დღეს მე მგონი არ შევეხებით ხომ სვანეთის ძეგლებს ნაკლებად შევეხებით, ხო? ხო, ანუ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლებზე, რომლებიც პრინციპში წარმოადგენენ და წარუდგენენ საქართველოს დანარჩენ მსოფლიოს, გვაქვს საშინელი პრობლემები. აი რაც თქვენ თქვით. როგორ მოხდა, რომ აი ერთის მხრივ სამეცნიერო საზოგადოება, მეორეს მხრივ კულტურის სამინისტრო და ამავდროულად მფლობელი საქართველოს საპატრიარქო ვერანაირად ვერ მორიგდნენ თუ არ ვიცი რა მოხდა ეს, რომ აი ესეთ სავალალო მდგომარეობაში ვართ, რომ მართლა 5 წლის განმავლობაში
ტენტის გარდა ვერაფერი ვერ გადაეფარა სამწუხაროდ თქვათ გელაც. ხო, ეს არის აი ხშირად ახსენებენ ხოლმე პროფესიულ საზოგადოებას თუ მოვსმენ ხა ჩვენ გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა მხოლოდ მოკლე ინტერვიუების და კიდევ ერთხელ მადლობა რომ ესეთ ვრცლად შესაძლებელი არის რომ ეს აიხსნას. ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე სისტემურ პრობლემებს და ვერასოდეს ვერ მოვახერხეთ ცხადია რომ მოკლე რაღაცა იმაში რა ხო დროში ძნელია ახსნა რას ნიშნავს ეს სისტემური პრობლემები. სინამდვილეში ყველაფრის თავი და თავი არის სისტემური პრობლემები. აი რას გარაშ გამოიხატება ზუსტად ამაში გამოიხატება სისტემური პრობლემა. როდესაც ჩვენ ყავს ქვეყანაში კულტურის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელიც პირდაპირ მოვალეობაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და ასე შემდეგ, კვლევა მათ შორის ნაწილობრივ და საქართველოს საპატრიარქო. ის როდესაც ჩვენ საუბრობთ სისტემურ პრობლემებზე, ეს თავისთავად გულისხმობს იმას პირველ რიგში, რომ კოორდინაცია არ ხდება შიგნით. ანუ ამ ჯგუფებს შორის აბსოლუტურად მორღვეულია კოორდინაცია. მათ შორის სამეცნიერო ცენტრებს შორის არ ხდება არანაირი კომუნიკაცია, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ხდება ინდივიდუალურად, რომელიღაცა ორგანიზაციაში, რომელიღაცა ხელმძღვანელის მიერ, აბსოლუტურად არ ხდება ამ ყველაფრის ჯგუფურად, ერთიანად, სისტემურად დამუშავება. ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ აი მთელი ეს აქტორები, რომელიც თქვენ ახსენეთ, აბსოლუტურად არის დაცალკევებული ერთმანეთისგან, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. ანუ არათუ მათ არ აქვთ კომუნიკაცია, ძეგლზე, როდესაც კომპლექსურ ძეგლზე, როდესაც მიდის ხოლმე მუშაობა და ეს გელათმა კარგად აჩვენა, სადაც არის მოზაიკა, არის მოხატულობა და არის არქიტექტურა, იქაც კი იმდენად მოშლილია სისტემა, პროფესიული საზოგადოებაშიც კი იმდენად მოშლილია, რომ შიგნითაც კი ვერ ხერხდება კომუნიკაცია, რომ კედლის მხატვრობის ჯგუფები ელაპარაკებოდნენ მოზაიკას, რომ არქიტექტურას, რომ ეს ხდებოდეს შეკრულად და ერთიანად, იმიტომ რომ არ შეიძლება კომპლექსურ ძეგლზე გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ არქიტექტორმა მიიღოს, გადავხვათ გელათის შემთხვევაში. მხოლოდ არქიტექტორმა გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთოს, ისე რომ არ შეუთანხმდეს კედლის მხატვრობის ჯგუფს, ხო? ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვის მარტივად მისახვედრი, რომ როდესაც შენ გაქვს მოზაიკა შიგნით, რომელიც რაღაცა 99%-ით დაცილებულია თუ 91 ბოლოს აღარ ვიცი როგორ დაადგინეს დაცილებულია ზედაპირს არ შეიძლება სახურავის სამუშაოები ისე დაიწყო რომ მოზაიკის სპეციალისტს არ დაეკითხო და არ ესაუბრო მას და არ იყოს ეს მასთან შეთანხმებული. ან იგივე კედლის მხატვრობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია, ჩამოკიდებულია, ბეწვზე კიდია, როგორც რაღაცა ძალიან ისე მარტივად რომ თქვათ, ეს მოხატულობა ბევრ ადგილზე და შენ ისე დაიწყო სახურავის სამუშაოები და ზევით სახურავის ახდა და ასე შემდეგ, რომ არ დაეკითხო და არ კონდეს შეთანხმებული კედლის მხატვრობის მოზაიკის ჯგუფთან, ხო? ანუ თქვენ ამბობთ, რომ პრინციპში ჩვენ, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, ამგვარ რესტავრაციაზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია რაღაც ერთგვარი ჰარმონია არსებობდეს ყველა მხრიდან, ხომ? ანუ როგორც კულტურის სამინისტრო, ასევე საპატრიარქო, ასევე სამეცნიერო ჯგუფები და რესტავრატორთა ჯგუფები, ვინც არიან, ხო? ანუ და რატომ არ ხდება, ანუ ჩემი შეკითხვა ესეთია, ჩვენ ხარბეზი გვაქვს კანონში თუ კანონის აღსრულებაში? კანონის აღსრულებაში ცალსახად. ეხლა მე არ ვიცი, შეიძლება არსებობს რაღაცეები, რასაც ვისურვებდით, უკეთესი იყოს კანონით გაწერილი, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულებასთან პრობლემა. არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, არამედ საზოგადოდ კანონის აღსრულებასთან ამ ქვეყანაში გვაქვს პრობლემა და კანონთან დამოკიდებულებაში სერიოზული პრობლემა გვაქვს. ეს ჩანს ყველაფერში აბსოლუტურად. განსაკუთრებით ამისი ამრეკლავი არის კულტურული მემკვიდრეობა. არსებობს მეტნაკლებად სწორად გაწერილი კანონი, რომელსაც უბრალოდ არც მესმის როგორ ხდება, როდესაც ყველაფერს გვერდსული, როდესაც იგეგმება სარესტავრაციო სამუშაოები. კიდევ ამბობ, არ იგულისხმება აუცილებლად ყველაფერი, ასაც ვამბობ, რომ გელათში ხდება, ან ხდებოდა. მაგაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, სისტემურად რა ხდება, ხო? და რა მდგომარეობა არის კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა ამ აღსრულებასთან. ანუ ადამიანთა ჯგუფი, გარკვეული ძალაუფლების მქონე, კულტურის სამინისტრო იქნება ეს თუ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელიც წესით პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, უნდა პასუხობდეს საზოგადოების კითხვებს. ჩვენ ხედავთ აი სისტემური პრობლემის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა, როდესაც სააგენტო და სამინისტრო აბსოლუტურად საკუთარ თავშია ჩაკეტილი. მათ არ უნდათ უპასუხონ საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს, თუნდაც არალეგიტიმური იყოს ეს კითხვები. თუნდაც რაღაცა ჩასაფრებული კითხვები იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ისინი ვალდებულები არიან უპასუხონ საზოგადოებას, უპასუხონ ჟურნალისტებს, უპასუხონ პროფესიონალებს, რომელიც ამაზე კითხვებს აგზავნიან. ნებისმიერ ძეგლზე ვსაუბრობ ახლა ამ შემთხვევაში და არა რომელიმე კონკრეტულზე. აი ამ ეს ჩაკეტილობა ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ გაქვს სერიოზული სისტემური პრობლემა. სისტემური პრობლემის გამოხატულებაა ის, როდესაც შენ საუბრობ თანამედროვე სამყაროში საუბრობ, რომ ვერ მოახდინე პრევენცია წყლის ჩასვლისა, იმიტომ რომ ამინდი გაუარესდა.
ანუ ეს ნიშნავს, რომ სერიოზული სისტემური პრობლემა გაქვს რა. შეუძლებელია ამას არც ერთი თავმოყარე ერი და თავმოყარე ორგანიზაცია არ იტყოდა თავის გამართლების მიზნით, რომ იცი რა ჩვენ ვერ მოვახდინეთ პრევენცია იმის რომ წყალში წყალი არ ჩასულიყო, იმიტომ რომ არ ველოდით რომ იწვიმებდა. ესეთი მოვისმინეთ ჩვენ გელათთან დაკავშირებითაც. ანუ ეს აბსოლუტური სიგიჟეა და ეს გულისხმობს იმას ზუსტად, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული სისტემური პრობლემები კულტურის სამინისტროში, კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკაში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სადაც გარდა სისტემური პრობლემებისა, ის რაც სახელმწიფოებრივად ისედაც გვჭირს, არის კადრების სერიოზული პრობლემა. აი, მაგის კითხვა მინდოდა, რომ ანუ მე როგორც ვიცით, ქალბატონი თეატრულუკიანის მინისტრობის პერიოდიდან შემოვიდა ანუ გაჩნდა კადრები, რომლებიც საერთოდ არ არიან დაკავშირებული არანაირად კულტურული მემკვიდრეობის რაიმე ექსპერტულ ცოდნასთან ახლოსაც არ ჩაულიათ, მე როგორც ვიცი, ხომ? ანუ როგორ მოხდა, რომ თუ თქვათ ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც რომელშიც წესი დარიგით გაწერილი უნდა იყოს, რომ ასეთ მტკივნეულ საკითხებზე ექსპერტი უნდა მუშაობდეს, როგორ მოხდა, რომ შეიძლება ესეთი ადამიანი მუშაობდეს, რომელმაც საერთოდ პრინციპში არ აქვს სათანადო ცოდნა იმისათვის, რომ აი ესეთ საშინელ და სავალალო პრობლემას გაუმკლავდეს. ერთის მხრივ ხო პრობლემა ეს არის, რომ დარგის საერთოდ დარგიდან აბსოლუტურად მოშორებული კადრები გაჩნდნენ, მათ შორის რაღაცა იურისტები, რაღაცა ციხის სისტემაში მომუშავე სახელები, არ ვიცი უბრალოდ მათ პეტენციურ დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობას მართავენ და აქვთ ამბიცია, რომ ეს ყველაფერი იციან. ეს ხომ და ეს ერთი პრობლემაა, როდესაც ისინი ამ სფეროში მოდიან, მაგრამ მეორეა, რომ ისინიც კი ვინც იყვნენ ამ სფეროში და ვისაც წლების განმავლობაში გამოცდილება ჰქონდათ, ისინი გაუშვეს. ანუ აქ ის კი არ მოხდა, რომ რაღაცა გარედან მოიყვანეს ვიღაცა და ჩასვეს 1-2 კაცი დაამატეს სისტემაში. არამედ მოხდა ის, რომ ვინც იცოდა რამე და ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა და ვინც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით უმუშავია, ყველა გაუშვეს სამსახურიდან, ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც აქ ხო რაზე არის საუბარი, რომ უშვებ იმის მიხედვით, ვინ გეთანხმება ან არ გეთანხმება. ეს ხო ლოგიკურია, რომ არ დაგეთანხმება ის რაღაცებში, ვინც ბევრი წელი ამ მიმართულებით მუშაობს და როდესაც ხედავს, რომ შენ შეცდომას უშვებ, ის არ დაგეთანხმება. ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ გაუშვეს ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი იცოდნენ ამ სფეროში და დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ერთის მხრივ სპეციალისტებისგან დაცლილი სააგენტო, მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ და მათ არ ესმოდათ საერთოდ რას ნიშნავს ძეგლი. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ძეგლი ერეოდა ქანდაკებაში. ანუ მას მარტო ესე გონა ძეგლი, მას არ ესმოდა რას ნიშნავს აბანოები, რატომ არის აბანოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. და საერთოდ ვერ იგებდა რას ნიშნავს ეს აბანოები. მას არ ესმოდა ვანის ქვაბების მნიშვნელობა და ვერ გაიგო ქვაბი რას ნიშნავს საერთოდ. ან რაღაცა უკიდურეს აბსურდში ვიმყოფებოდით და ვიმყოფებით დღესაც. სულილებები კიდევ ამბობ, ეხლა შეიცვალა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კიდევ ერთი ადამიანის სულილება არაფერს არ შეცვლის ხელმძღვანელად ვიღაცის მოყვანა ან გაშვება, სულ რომ რაღაცა ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი იყოს, ორგანიზაცია ამითი ვერ დადგება ფეხზე და ესე ვერ შეიცვლება. ის რასაც ჩვენ საუბრობთ, ამას ჭირდება სისტემური ცვლილებები და მიდგომების შეცვლა, რაღაცებისადმი დამოკიდებულების შეცვლა. მაინც მინდა რომ რაღაცნაირად ცოტა რომ ჩავიდეთ და გავარკვიოთ, რატომ ვერ ხერხდება ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთის მხრივ ჩვენ ყავს სააგენტო, ხომ? მეორეს მხრივ არის თავად კულტურის სამინისტრო, არის მფლობელი ამ ყველაფრისა, ანუ თავად საპატრიარქო და ჰარმონიზება პრინციპში რატომ არ არის შესაძლებელი? ანუ ესეთი შეკითხვა არის, ხო? ანუ ყველას უშუალო ინტერესში შედის, რომ ამგვარი ძეგლები გადარჩეს აუცილებლად, ხო? ანუ მე არ მჯერა უბრალოდ რომ არსებობს საპატრიარქოში რომელიმე ადამიანი, რომელსაც სურს რომ დაზიანდეს ძეგლი, არსებობს კულტურის სამინისტროში თუნდაც არაპროფესიონალი კადრი, რომელსაც სურს რომ დაზიანდეს ძეგლი, ან არსებობს თვითონ სააგენტოში ექსპერტი, მცოდნე ადამიანი, რომელსაც ასევე ამგვარი სურვილი აქვს. რატო არ ხერხდება ამ ყველაფრის გაკეთება? ანუ რა მინდა რომ თქვა, აი მაგალითად აქ ხომ, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ალბათ არის ის ხალხი, სააგენტოს ხალხი, რომლებმაც იციან ეს ყველაფერი, ხომ? ანუ მათ მიერ დადებულ დასკვნას არ აქვს იმგვარი ძალა, რომ აუცილებლად შესრულდეს ისე, როგორც მათ აქვთ გადაწყვეტილი?
რთული ამბავია. სინამდვილეში ჩვენ სულ დარგი სპეციალისტებიც ამის გარკვევაში ვართ. რატომ არის აი მე შემოგიბრუნებდი ესე კითხვას რა და საზოგადოებას ანუ ამ შემთხვევაში პირადად თქვენ არ იგულოს საზოგადოებას რატომ ვართ ქვეყანა იქ სადაც ვართ რატო არის ეს ქვეყანა იქ სადაც არის პოლიტიკურად სადაც არის ეკონომიკურად სადაც არის რაღაცა მენტალურად აი სადაც ეხლა ვართ რატომ ვართ როგორ მოვახერხეთ ის რომ ამ დონეზე დაეცა ერი და ამ დონეზე ჩავედით უკან თუნდაც ევროპასთან ურთიერთობაში პოლიტიკურად და ასე შემდეგ სადაც ეხლა ვართ ზუსტად ამისი ანარეკლი არის ის რაც ხდება სახელმწიფოში სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილია ძეგლთა დაცვა და კულტურული მემკვიდრეობა რომელიც ყველაზე უფრო სენსიტიურად გრძნობს და აღიქვამს აი ამ ყველაფერს როგორც კი რომელიმე რგოლში იწყება თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება დარგი სპეციალისტების უკან გაწევა და მათი უკან დახევა და ეს ღიად მოვისმინეთ ჩვენ კულტურის სამინისტროს 2-3 წლის წინ კულტურის სამინისტროს და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან რომ მათ არ აინტერესებთ უბრალოდ ხელოვნებაცოდნების აზრი და უკან გაწიეს ყველაფერი ანუ მათ როდესაც თქვეს რომ ხელოვნებაცოდნის კვლევა მე არ მაინტერესებს და ეს ითქვა საჯარო სივრცეში და მათ შორის ტელევიზიაში და საზოგადოებრივ მაუწყებელზე საერთოდაც როდესაც ითქვა რომ მე ეს არ მაინტერესებს ეს ნიშნავდა რომ მას არ აინტერესებს კვლევა თუ შენ ისედაც მძიმე ამბავი იყო კვლევა სარესტავრაციო პროცესში ფორმალობამდე იყო მიყვანილი და ფორმალობა დაქციეს კვლევის ნაწილი ანუ კვლევა აუცილებელი ნაწილია კანონის მიხედვით მაგრამ ეს იყო ფორმალური ნაწილი არავის არ აინტერესებდა სინამდვილეში ის კვლევა როგორი იყო და ბოდიში რო რაღაცნაირად უფრო ნათელი გახდეს ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის აი ესეთი რაღაცა ვთქვათ ხო არის ვთქვათ კონკრეტული გელათის მონასტერი სადაც ჩვენ ვიცით რომ როდესაც გადაწყდა რომ გაეკეთებინათ აი ეს კრამიტით გადაეხურათ აი ეს როგორც თვითონ ამბობდნენ თავის დროზე რომ ეს ავთენტიკური არის ავთენტიკური კრამიტით გადაეხურათ მაშინ გაჩნდა პრობლემები წყალი ჩავიდა ხო ანუ წყლის ჩასვლა მე როგორც ვიცი არის ძალიან დიდ პრობლემასთან დაკავშირებული ხომ ანუ ერთი არის ის რომ წყალი სად ჩავა ჩვენ ზუსტად არ ვიცით მიგრაცია იცის ანუ შეიძლება თქვა ერთ კონკრეტულ ადგილას ჩადიოდეს მაგრამ გამოჩნდეს აბსოლუტურად მოშორებით იმ ადგილისგან ერთის მხრივ მეორე მხრივ ჩვენ ვიცით რომ წყალი როდესაც ჩადის მე ეს წყალი აუცილებლად გამოვა ფრესკაზე და ფრესკის გამომარილების პროცესი იწყება ხომ ეს პროცესი არ არის დაწყებული შარშან, არ არის 2 თვის წინ დაწყებული, არ არის 3 თვის წინ, თუნდაც 1 და 2 წლის წინ. 5 წელია. უკვე სულ მცირე ამ პრობლემის წინაშე ვართ, ხომ? როგორ ხდება, რომ აი თქვათ, კი გასაგებია რომ ვიღაცამ თვითნებურად გადაწყვიტა რომ მოდი აი ამ ეტაპზე აი ესე გავაკეთოთ, მაგრამ როგორც კი ჩავარდა აი ამგვარი თვითნებური გადაწყვეტილება სუფთა რაციონალური, პრაგმატული გადმოსახედიდან, ხო, ჩვეულებრივად უნდა გვეთქვა, რომ ხო, აი ესე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, მოდი ახლა უკვე დაუჯეროთ ექსპერტს. ხო, აი როგორც მანქანა რომ მიყავს, ხომ, თქვათ, პროფილაქტიკაში ადამიანმა შეიძლება რაღაცა დააშავოს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იტყვის, რომ კაი, გასაგებია, რომ ამან რაღაცა ერთგვარი ექსპერიმენტივით რაღაც თვითნებურად რაღაც ჩაატარა, მაგრამ მივიყვან ახლა უკვე ნამდვილ ხელოსანთან, რომელმაც ზუსტად იცის ტრადიციულად და როგორც არის მისაღები, როგორ უნდა შეაკეთოს ეს მანქანა. ну ძალიან როგორ გითხრათ, ხო, ანუ ცუდი შედარება მანქანისა და ეკლესიასაგებია ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ რომ რატომ არ გაჩნდა ამგვარი საღი აზრი საღი გონებიდან გამომდინარე აზრი რომ მოდი ახლა გავჩერდეთ გადავდოთ ჩვენი პირადი ვთქვათ ამბიციები და გადავარჩინოთ ვთქვათ კეთილის მხატვრობა იმისთვის რომ ეგ მომხდარიყო ამ დროს უნდა აღიარო რომ შეგეშალა რაღაცა. აი ჩვენ მაქედან დაითქვერასაც ხსნიდით ახლა ზუსტად ეგ არის. უნდა მიხვდე რომ პრობლემა გაქვს. ან როდესაც რაც ახსენეთ, მანქანა მიყავს, უნდა მიხვდე რომ ამ მანქანას პრობლემა აქვს, რომ მიიყვანო პროფილაქტიკაში. და აღიარო რომ რაღაცა პრობლემა არსებობს. ჩვენ სინამდვილეში ვიდექით ზუსტად ამის წინაშე და ეს არის ის რასაც სისტემურ ხარვეს ვეძახით, რომ დიდი ხნის განმავლობაში აი რამდენი ხანი დასჭირდა იმას რომ სახელმწიფოს სტრუქტურებს, კულტურის სამინისტროს ეღიარებინა რომ გელათში არის პრობლემა. თითქმის 1 წელი, შეიძლება მეტიც, პროფესიონალები გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ რომ გელათში პრობლემაა. ძეგლთა დაცვის მაშინდელი სააგენტო გაუჩერებლად ცდილობდა დაეფარა ყველაფერი რომ არანაირი პრობლემა არ არის და მაქსიმალურად ცდილობდა საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში რომ არაფერი არ ხდება და ვიღაცები იგონებენ. კარგი. ამისთვის უნდა აღიარო. ბოდიში რომ ისე გაწყვეტინათ, მაგრამ გასაგებია რომ ძეგლთა დაცვის, თქვათ, სააგენტო ამას აკეთებდა. მაგრამ არსებობს
უშუალო მფლობელი. ხო, ანუ გასაგებია, რომ თქვა შეიძლება რაღაცა სტრუქტურას უნდა რომ დამალოს თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ მფლობელი არსებობს სახელად ჩვენი საქართველოს საპატრიარქო, ხო? ანუ საქართველოს საპატრიარქოს უშუალო ინტერესში შედის, რომ ეს სამონასტრო კომპლექსი არათუ გადარჩეს, არამედ ყველანაირი პრობლემა, რომელიც მის წინაშე დგას, გამოსწორდეს და უკვე, არ ვიცი, კიდევ 100 წლეულები და საუკუნეები გაძლოს. ხო? სად გაჩნდა ამ შემთხვევაში თქო საპატრიარქოს მხრიდან რატო შეიძლება ვისაუბროთ თქვათ ერთგვარ იმერტულობაზე? აქ აი რადგან ამაზე ვსაუბრობთ, მარტო გელათი კი არა. მოდი დავამატოთ სხვა ძეგლების და უფრო მკაფიო გავხადოთ მაშინ სად არის საპატრიარქო და რა პოზიცია უჭირავს მას ამ ყველაფერთან კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებით, რომლის თანამფლობელიც არის, ხო? კონკორდატის მიხედვით ის თანამფლობელია, ხო? და მართავს ამ სახელმწიფოსთან ერთად კულტურულ მემკვიდრეობას და მის ბედს. როდესაც ალავერდში დაიწყო დიდი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, ალავერდი საზოგადოება მიცის და კიდევ ერთხელ რაღაც მკაფიოდ ვიტყვი, რომ ეს არის ალაზნის ველზე აღმართული ერთადერთი ესეთი რაღაცა ნათელი სვეტი, ხო? საუკუნეების განმავლობაში არავის მოსულია, არც ერთ თავადს, არც ერთ დიდებულს, არც ერთ მეფეს, რომ გვერდზე მისი რაღაცა რეზიდენციები ეშენებინა და რაღაცა გადაეფარა ალავერდი. აი სულ რაღაც ეხლახანს დაიწყო მშენებლობა უზარმაზარი სასტუმროსი, რომელიც საზოგადოებამაც გააპროტესტა და მათ შორის იყო რაღაც სასამართლო საჩივრების და პროფესიულმა საზოგადოებამაც ხმა მოიღო. ვინ არის მფლობელი ამ სასტუმროში? არ ვიცი სიმართლე გითხრათ კონკრეტულად ვინ არის მფლობელი, მაგრამ ფაქტია რომ ადგილობრივი ეპისკოპოსის ხელდასხმა ამ ყველაფერს აქვს. ის იმართლებს თავს და ის ამბობს რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. როდესაც მაგალითად ყინწვისში, ცხეთის ჯვარში, სვეტიცხოველში ჩადის წყალი. აი მაგალითად სად არის საპატრიარქო, ანუ რა პოზიცია უჭირავს მას, როდესაც სვეტიცხოველში წყალი ჩადის. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ხარ რაღაც გამოვარდეს და იჩხუბოს და ასე შემდეგ. მე უბრალოდ მაინტერესებს რაში ჩანს მათი დამოკიდებულება, ხო, საზოგადოებასაც აინტერესებს, ხო? რაში ჩანს ის დამოკიდებულება, რომ ეს შენია და უფრთხილდები. სვეტიცხოველში წყალი ჩადიოდა, უბრალოდ გულის მომკვლელი ყო ამ ყოველფრის ყურება, რომ პირდაპირ რაღაცა კვარცზე წვიმდა, კვარცზე იდგა წყალი. ანუ სიგი უბრალოდ დაუჯერებელია, ხო ეს? მაშინ სად ჩანს საპატრიარქოს დამოკიდებულება, სად ჩანს რომ მას ეს ყველაფერი აწუხებს. დაინგრა ქოროღოში უმნიშვნელოვანესი აი ეს ვახსენოთ, თუ შეიძლება რომ ცოტა საინტერესო ამბავი არის ძალიან, იმიტომ რომ ხადასხეობას კი, ხადასხეობა საერთოდ მთლიანობაში, როგორც ცალკე დამოუკიდებლად პრობლემა, სადაც გადის გზა და ამ გზის გაყვანას ეწირება უამრავი ნაგებობა და ურთულეს მდგომარეობაში იყო და პროფესიონალების ძალიან დიდი ჭიდაობა დაჭირდა იმას, რომ რაღაცა კვლევა მაინც ჩატარებულიყო და ნუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ბრწყინვალე ნიმუში ხადასხეობაში არის ქოროღოს ზურგიანი კოშკი და მისი კომპლექსი, ხო, ეკლესიის კომპლექსი, რაღაცა სრულიად უნიკალური რელიეფებით, რაც საქართველოში არც არ გვხვდება და არათუ საქართველოში საერთოდ მსოფლიოში ძალიან იშვიათი რელიეფური შემკულობა აქვს მას, ამ იმას რა ქვია ეკლესიას, იქაც ჩვენ ვხედავთ რომ უბრალოდ სახელმწიფოს ეს კიდე ცალკე ამბავი არის, ხა ჩვენ შეიძლება გელათში ვისაუბროთ, აი რა შემთხვევაზე იცით რომ ან გელათში ამ ცხეთის ჯვარში ან სადღაც რომ იცი რა მეთოდმა არ გაამართლა, რაღაცა პროფესიონალები ამადა მიდგომაზე მსჯელობდნენ, ისაც ქოროღოში მივიღეთ, ეს იყო აბსოლუტურად დაუჯერებელი მოვლენა რესტავრატორმა სახელმწიფოს და საპატრიარქოს. მოდით მოვყვეთ ცოტა კონკრეტულად, ანუ ქოროღოს ციხე თვითნებურად გადაწყვიტა რესტავრატორმა, ეს პროფესიონალი რესტავრატორი არის, რომ დაენგრია და მე აეშენებინა როგორ, ანუ ხო, ანუ მთელი არსი მდგომარეობდა რაში, რომ შევიდა პროექტი, ანუ რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი ძეგლი, როდესაც რესტავრაცია იწყება, ის უნდა შევიდეს ძეგლთადაცვის სააგენტოში პროექტი, მომზადდეს და ის დამტკიცეს საპატრიარქოს საბჭოზე და ძეგლთადაცვის საბჭოზე. ამ პროექტმა გაიარა ორივე საფეხური და მეთოდოლოგია მიდგომა იყო ასეთი, რომ ზურგიანი კოშკი, ეს არის კოშკების ქართული რაღაცა სათავდაცვო სისტემის ერთ-ერთი სახე, ზურგიანი კოშკი, რომელიც მთის არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი. იქ იდგა მე-10 საუკუნის ზურგიანი კოშკი, კომპლექსის შემადგენელია, იქ არის ეკლესია, გალავანი, ზურგიანი კოშკი. გადაწყვიტეს, არ ვიცი, აი კიდევ ამბობ, ჩვენ პროფესიონალებს ამისი ახსნა, დარგის სპეციალისტებს არ გვაქვს ამისი ახსნა, რატომ შეიძლება გადაეწყვიტა? იქ არ იყო არავითარი კონსტრუქციული პრობლემა ამ კოშკს არ ქონდა, არც გეოლოგიის დასკვნა იყო, რომ რამე დაშლა საჭიროებდა ეს ნაგებობა, სრულიად გაუგებარი ერთ დღეს უბრალოდ გავიგეთ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა რესტავრატორმა, რომ მან დაშალოს ეს. ოღონდ ეს მარტო მან კი არ გადაწყვიტა, ეს საბჭოზე გავიდა ეს. თუმცა მე როგორც ვიცი, პრობლემა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობდა ქოროღოს კოშკთან დაკავშირებით.
ქოროღოს კომპლექსთან დაკავშირებით ის რომ თქვათ ვიღაცამ გადაწყვიტა ეს არამედ თვითონ მონიტორინგის ძალიან სერიოზული პრობლემაც იყო მე როგორც ვიცი ეს ამბავი პროფესიონალებთან მივიდა მას შემდეგ რაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში რომელიღაც ტურისტმა თუ მოგზაურმა უბრალოდ დადო ფოტოები ანუ საერთოდ ეს ამბავიც რო არ მომხდარიყო ესე ანუ შემთხვევით ვიღაც რო არასულიყო და არ მივხდარიყო რომ აქ რაღაცა თლათ ისე კარგად არ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს და ფოტოები არ გადაეღო შეიძლება დღეს მე და თქვენ საერთოდ არ მოგვიგო ამაზე ხმა არა იმიტომ რომ არ მოგვინდებოდა რომ ამა უბრალოდ არ გწოდნოდა ელემენტარულად ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ვართ პრობლემის წინაშე რომელსაც მონიტორინგიც არის ხომ მონიტორინგის პრობლემა ისე სისტემურ ხარვეს უბრუნდებით და ეგეც ეგ ნაწილი არის, აი როდესაც სისტემურ ხარვეზე ვლაპარაკობ და პრობლემებზე ეგ არის, როდესაც სააგენტოში ის ვალდებულია რომ მონიტორინგი აწარმოოს, ეს უბრალოდ კანონით გაწერილი ვალდებულებაა, როდესაც მიმდინარეობს ზეგლზე, ნებისმიერ ზეგლზე რესტავრაცია, მისი თამდევი ნაწილი არის რომ სააგენტოს წარმომადგენელი მონიტორინგს უწევდეს მუდმივად. მათ შორის სვეტიცხოველთან დაკავშირებითაც იყო ნახსენები რომ ჩვენ მუდმივ მონიტორინგს უწევთ სვეტიცხოველს, რაც ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და არც საზოგადოებისთვის შენ რომ მონიტორინგს უწევ წყალი ჩავიდა და ან მაშინ აზრი არ ქონია ხო შენ მონიტორინგს ან არ უწევ მონიტორინგს ну ნებისმიერ შემთხვევაში არა მარტო ამ ზეგლზე ქოროღოს შემთხვევაში ზუსტად ეს იყო გელათის შემთხვევაში ეს იყო სვეტიცხოველში ეს ხდება მონიტორინგის სისტემაც ასევე მოშლილია ისევე როგორც ყველაფერი სხვა ზეგლთა დაცვის სისტემაში მონიტორინგის ამბავიც ან ფორმალობაა და ფორმალურად არსებობს მონიტორინგის დასკვნები და ანგარიშები ან უბრალოდ არ ხორციელდება ასეთი რამე ქოროღოს შემთხვევაში უფრო მეტი შეიძლება ითქვას რომ საერთოდ რესტავრატორი რამდენად ზეგლის რესტავრატორი ვინც არის ოფიციალურად რამდენად ის იქ იყო და მეთვალყურეობას უწევდა თვითონ რესტავრატორი ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მე ხომ არ მინდა დამას დავაბრალო რომ ის ზეგლზე არ იყო რესტავრაციის პროცესში მაგრამ ის რომ იქ მუდმივად არ იყო ეს ნამდვილად ვიცით თუ საერთოდ იყო ასული ძალიან კარგი მაგრამ ეს ზეგლზე მუშაობა შეუძლებელია ჩვენ არაერთი სიუჟეტი მოვამზადეთ რაღაცა მედიასთან ერთად რამდენჯერმე ვიყავით ასული და იქ ხდებოდა ძირითადად მუშები ხელოსნები რომლებიც აკეთებდნენ იყვნენ შემსრულებლები იქ რესტავრატორი, ზემდგომი, ან მონიტორინგის წარმომადგენელი არავინ იქ არ ყოფილა. ქოროღოს შემთხვევაში ეგ იყო აი რაღაცა დავამთავრო ქოროღოს ამბავი იყო ის რომ დაიწყო კოშკის გრევა, ანუ მე-10 საუკუნის კოშკის გრევა გადაწყვიტა ვიღაცამ, რომელმაც ამას დაარქვა პროფესიული რესტავრაცია. კოშკი დაანგრია, იდეა გულისხმობდა ამას, რომ კოშკი დაანგრევდა და ახალს ააშენებდა. რაც, უბრალოდ არ ვიცი ხარ რა, მე მგონია რომ ეს ყველასთვის ძალიან მარტივი გასაგებია რა, ხა მცხეთის ჯვარს ასლს მე ავაშენებ თუ არ ავაშენებ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე ისეთივე შევძლებ თუ არა. მნიშვნელობა სიძველესა აქვს, მნიშვნელობა იმასა აქვს, რომ ის ავთენტიკურია და თავდაპირველად არის აშენებული. ამასა აქვს არსი თორე ხა რაღაცა რელიეფს ალბათ AI-ს გაგიკეთებს რა და რაღაცას იცდა. ანუ მთელი არს იმაში მდგომარეობს, რომ ეს მე-10 საუკუნის არის, იმ დროს არის აშენებული, იმ მეთოდოლოგიით არის აშენებული და ამის გამომხატველია, ხო? ანუ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ზეგლი დაინგრია, გადაგზა უთხრეს მას სპეციალისტებმა, რომ იცი რა, ეს არ შეიძლება და შეჩერდი, სისტემასაც უთხრეს, კონკრეტულ რესტავრატორსაც, არავინ არ გაჩერდა, გააგრძელეს, მიწა რაღაცა ნულობდი დაიყვანა მთელი კოშკი და დაიწყო ახლიდან მშენებლობა. ჩვენ გადავიღეთ იგივე ქვებით, ოღონდ ეს ცემენტი და ახალი ეს მეორე ნაწილი არის, ანუ იქ კიდე ეს უშუალოდ მთის არქიტექტურისთვის სახასიათო, იქ არის ფიქალი, რითიც არის ის აშენებული და ფიქალი რომელიც ჩამოშალეს და ლომებით გადმოანგრიეს ეს კედლები. ან არ ვიცი რითი დაანგრიეს, ეხლა ჩვეულებრივი ქვიშაქვა ან კვადრი რითიც შენდება, ხო? ის შეიძლება რომ გადმოაგდოს აიდანღაც არ დაიმტრეს, მაგრამ ფიქალი ძალიან მალე იმტრევა, ძალიან მარტი მცხრევადი ის არის, რა ქვია, მასალაა, ხო? მის გადმომტრევის დროს აბსოლუტურად დაიშალა ისინი. ანუ მინიმუმ იგივე მასალასაც კი ვერ გამოიყენებენ ქოროღოს აღდგენის შემთხვევაში რა. აი ჩვენ ვიცით რომ გვაქვს არსებობს ესეთი პრაქტიკა, ზეგლის დაშლა და ხელახლა აშენება. ესეთი პრაქტიკა არსებობს, ოღონდ ამას სპეციალური მეთოდოლოგია აქვს და შეთანხმება ხდება და მარკირება, ანუ ქვის დაშლის პროცესში დანომრვა ყველა ქვის ჩამოღება და მე ხელახლა აწყობა თუ ეს უკიდურესი აუცილებლობა მოითხოვს ზეგლზე. ამ შემთხვევაში, ანუ ქვის ჩამოღებაც კი ვერ მოხერხდებოდა, იმიტომ რომ ის ქვები დაამტრიეს. ანუ ახლიდან აშენებაზე რო იყოს ლაპარაკი, რომ მე კონსტრუქციული კედელი მაქვს, რომელსაც ვერ ვამაგრებ, დავშლი და ახლიდან ავაწყობ, ასეთი რამე მომხდარა და კეთდება ხშირად, მაგრამ იმისთვის მასალა მაინც უნდა გქონდეს, ხო? ანუ ეს კოშკი რო დაანგრიეს, მთელი მასალა განადგურდა. ამიტომ იგივე მასალითაც კი ვერ ააშენებენ. არათუ იგივე კოშკს ვერ ააშენებს, ეს აბსურდია. იგივე მასალითაც ვერ ააშენებს.
ამასთან ერთად ქოროღოში იყო პრობლემა, რომ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რელიეფები. შუა საუკუნეების საფასადო ქანდაკება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი გამოსახულება, სადაც წარმოდგენილია ტაძრის გეგმა, რომელიც მოდელი ერთგვარი, ანუ გეგმა ტაძრისა, რომელიც კტიტორებს უჭირავთ. ეს რელიეფი გარეთ ეგდო, აბსოლუტურად უნიკალური ქართული რელიეფისთვის. გარეთ ეგდო, რამდენჯერმე მიუმართეთ ოფიციალური წერილით სახელმწიფო სტრუქტურებს საჯარო სივრცეში და ასე შემდეგ, რომ ეს როგორღაც აი ნახეთ რაში მდგომარეობს ამბავი, რომ მე გავიგე რომ არ ხარ პროფესიონალი, მე გავიგე რომ მეთოდოლოგია გეშლება, გავიგე რომ სიგიჟე ჩაიდინე და დაანგრიე კოშკი. ოღონდ რაღაცაზე ხო შეიძლება გული შევტკიოდეს და მინიმუმ ეს ქვა, რომელიც გარეთ წვიმაში გდია, ეკლესიაში შეიტანე, ბოლოს ამას ვითხოვდით. 2 მეტრია ეკლესიასა და ამ ქვებს შორის. შეიტანე ეკლესიაში რომ დაცული იყოს. ამასაც კი ვერ მივახციეთ. ამ დროს აი ის კითხვები რომ პასუხი რა იყო ამაზე? პასუხი არაფერი არ იყო. უბრალოდ არ პასუხობენ არაფერზე, რაც გინდა იკითხე. ყოველ შემთხვევაში ხარ ან ინტრიგანი, ან მტერი, ან სახელმწიფოს ებრძვი, ან ვიღაცა კონკრეტული პიროვნება არ მოგწონს. გამორჩეულად იმისა, რამდენი ადამიანია აქეთკენ, რამდენი ადამიანი კითხულობს, რა მოტივაცია აქვს, მეცნიერია, მოქალაქეა, ჟურნალისტია, ყველა მტერია. კითხვა როგორც კი გიჩნდება, რომ რაღაცა ზიანდება ხალხნო და ხო შეიძლება ესეთი დამოკიდებულება არა, მაშინვე იწყება ეს, რომ ან ეკლესიის მტერი ხარ, თუ საპატრიარქოსკენ გაიშვერ ხელს და ეტყვი, რომ იცით რა ხალხნო, რაღაც ახლა სვეტი კვარტზე არ უნდა წვიმდეს რა, ან ამას მე არ დავამბობდე, მათი პირველ რიგში მათი პასუხისგებლობა, თუმცა კიდევ ვამბობ რა, რომ ზუსტად ეს არის მთავარი ნაწილი, რომ ჩვენ დამოკიდებულებაში გვეშლება კულტურული მემკვიდრეობის საკითხი. აი თქვენ რაც ახსენეთ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, ხო, ანუ არსებობს ეგეთი გამონათქვამი ელემენტარულად, რომ ადამიანზე ვამბობთ, რომ ის ძალიან კულტურული ადამიანია, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მაინც და მაინც ამ მსახიობია, ამ მწერალია და ასე შემდეგ. ხო, კულტურულობა ნიშნავს რაღაცა, ესე რომ ვთქვათ, კულტურულ სივრცეში, კულტურულ გარემოში ცხოვრების წესის ცოდნას და აი ამის გრძნობას, ესე რომ ვთქვათ. ანუ თქვენ შეიძლება ითქვას სვავთ საკითხს, რომ აი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ჩვენ კულტურულობა გვაკლია. შეიძლება ამგვარი მიდგომა, ხო? ანუ ელემენტარულად მოვლის, ზრუნვის, სისათუთის გრძნობა, ხო? ან თქვენ რაც ახსენეთ, ხო? ანუ ჩვეულებრივად ჩვენ ვამბობთ, რომ ან თუ სადღაც გდია ქვა, რომელზეც არის რელიეფი, გამოსახული კტიტორი, იშვიათია, ან შეიძლება იცი, არ იცი, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, შენ ელემენტარულად ადგები და შეიტან. ანუ ვის ხელშია? ესე იგი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იმდენად დიდ პრობლემის წინაშე ვართ, რომ ანუ ამგვარ კულტურამდეც ვერ მივედით, რომ ელემენტარულად აი კარგი დავანებოთ თავი აი იმას, რომ აი სადღაც აი ესეთი მეთოდზე შეიძლება იყოს კამათი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არამედ ელემენტარულად ყველაზე მარტივი რაღაცის გაკეთებაც კი პრობლემაა. აი მაგალითად, ნახეთ, აი მის გამოხატულება ზუსტად მე ხშირად ანგარიშებში ვწერდი ხოლმე და ვამახვილებდი ყურადღებას მაგალითად აი ზუსტად ამ დამოკიდებულებაზე. როდესაც რესტავრატორს მეთოდოლოგია არ ესმის, ან რაღაცა შეეშალა, ამ ნაწილს ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უმნიშვნელოვანესი რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვამბობდი, რომ აი ეგ შეგეშალა. როდესაც შენ სახურავის რესტავრაცია გააკეთე და სახურავზე, კონქზე დატოვე ნაგავი შიგნით. ნაგავი დატოვე, ლუდის ბოთლები დატოვე შიგნით, სადაც სვამდი. ეს ყველაფერი დატოვე. ეს ხო გამოხატულების და დამოკიდებულების გამოხატულებაა, ხო? დამოკიდებულების პრობლემაა, ხო? იმას შეიძლება ვერავინ ვერ დაინახოს, იქ უბრალოდ მიავდივარ და პროფესიონალი ავა და ნახავს. მაგრამ სახურავზე რო ნაგავი გაქვს, ეზოში რო ნაგავი გიყრია მონასტრის სივრცეში და ეკლესიის სივრცეში, ეს ხომ არ არის ის, რასაც უნდა გასწავლიდნენ. კულტურული მემკვიდრეობის სიყვარულს ესე ვერ გასწავლიან, ამას ან გრძნობ, ან არ გრძნობ, ხო? სამშობლოს სიყვარულს ესე ვერ გასწავლის ვერავინ. ეს არის ის, შეიძლება ისწავლებოდეს კიდევაც. ხო, არა, წესით უნივერსიტეტში აქედან უნდა იწყებოდეს, რომ გარემოსთან დამოკიდებულება, მინიმუმ გარემოს დაბინძურება, თავი რო დავანებოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაბინძურებას, ხო? ისწავლებოდეს, მაგრამ ეს ხო შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც გრძნობ, ხო? ეხლა რაღაცები ხო არის, რასაც წესით ვაცნობიერებთ, რომ რაღაც ეკლესიაში შედიხარ, სიგარეტს არ უნდა მოუკიდო. სახში შეიძლება მოუწიო სიგარეტი, მაგრამ ეკლესიაში შევალ, სიგარეტს არ უნდა მოუკიდო. იქ არ უნდა დავყარო ნაგავი ჯიბი და რაღაც არ უნდა მოიყო. შეიძლება ჩემს სახში რაღაცა დავდგა და ავაგდო, მაგრამ ეკლესიაში რაღაცები არ შეიძლება, ხო? ამის დამოკიდებულება ხო მე მაინც მგონია რომ არ ვიცი შეიძლება ისწავლება, მაგრამ მაინც მგონია რომ ადამიანს რაღაც შინაგანი კულტურა აქვს და ამ კულტურით გრძნობ რაღაცებს, რაც არ ისწავლება, რაღაცებს, რაც არ ითქმება და შენ ეს ყველაფერი ისე იცი უბრალოდ როგორც ადამიანი, ხო, უნდა იცოდე. ხო, ამიტომ ეს კიდევ ამბობ, ეს არის შეიძლება ნაკლებ მეორე ხარისხოვანი, მაგრამ ჩემთვის პირველ ხარისხოვანად იქცა საბოლოო ჯამში, რატომ? რომ
კულტურული მემკვიდრეობის ეს ბედი მარტო სახელმწიფოს და მარტო პროფესიონალებს არ უნდა ადარდებდეთ. კიდევ ამბობ, რომ ჩემთვის ძალიან უცნაური აღმოჩნდა და ძალიან საწყენი, რომ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის პრობლემისადმი ძალიან უცნაური იყო რა, ძალიან უცნაური. იცით რა არის? მეც გამიჩნდა ამგვარი აღქმა, რომ თითქოს ვერ ხვდება ქართული საზოგადოება როგორი უშველებელი პრობლემის წინაშე დგას. ხო, ანუ არსებობს ესე ყბადაღებული ვიდეოსავით არის, ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ გელათის პრობლემას, რომ აი გელათი არის შეფუთული მთლიან ხარაჩოებშია, ჩვენ ვიცით რომ წყალი ჩადის და ასე შემდეგ და იქ გვერდზე ესეთ კადრი მოჩანს, რომ ქორწილია და აი ესე ხმლებს ერთმანეთს ურტყავენ, ესე ატარებენ მეფე პატარძალს და ეს რაღაცა სიამაყის გრძნობა მხოლოდ ზედაპირზეა თითქოს. ხო, ანუ ისევ და ისევ ქოროღოზე ერთის მხრივ ქოროღოზე რო გავამახვილოთ ყურადღება და მეორე მხრივ თავად ისევ გელათზე. ხო, ანუ გელათზე თქვენ რაც ქოროღოზე თქვენ რაც ახსენეთ, ხო? არის ის რომ ვიღაცამ ჩათვალა რომ ჩვენ თუ ამას დავანგრევთ და მე ვითომ ცოტა უფრო გალამაზებულად ისევ ავაშენებთ, ეს იგივე იქნება. თითქოს ისტორიას საერთოდ არაფერი არ უშავდება ამით, ანუ ისტორიულობის განცდა, რომ აი აქ ნებისმიერ აგურს, ნებისმიერ ქვას, ნებისმიერ რელიეფს, ნებისმიერ ფრესკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არა აქვს, ანუ ეს დაკარგულია, იმიტომ რომ აი ისევ მე როგორც ვიცი მაგალითად გელათში მოხდა ესეთი რაღაცა, რომ თავიდან იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს პრობლემა, უბრალოდ დაიწყეს ფრესკების გადაღება, ესე რომ ვთქვათ, ზევიდან ხატვა. ხო, აი, მოდი უბრალოდ ავიღოთ და აი აქ ზევიდან აქ რაღაცა დაზიანებულია, მოდი ავიღოთ და ეს გადავღებოთ და ამით დავფაროთ პრობლემა, ხომ? როგორ არის, ანუ რა არის ესე რომ ვთქვათ, ამისი ანტიდოტი, არ ვიცი, რაღაცნაირად ამისი წამალი ხომ უნდა გქონდეს, რაღაცნაირად ხომ უნდა ვუმკურნალოთ ამ საშინელ პრობლემას. რა შეიძლება იყოს? მე მაინც მგონია რომ ბევრია საკითხი და ბოლო 5 წელია ხშირად ისმის საბჭოთა კავშირი და რაღაცა მისი დანატოვარი საშინელი მანკიერი ცნობიერებაში და დალექილი მანკიერი ნაწილები. აი ზუსტად ეს იყო, როდესაც მაგალითად მეტეხის კლდეზე მოგინგრიეს ციხე და დაგიდგეს გორგასლის ქანდაკება. და გითხრეს რომ იცი რა, ანუ კულტურული მემკვიდრეობა დავანგრიე, მაგრამ მეფის ქანდაკება, შენი მეფის ქანდაკება დავდგი. როდესაც აგიფეთქეს, შეგიღებეს ეკლესიები და მერე რუსთაველის გამზირზე, რომელიღაცა კლასიცისტურ ნაგებობაში იშხნის რელიეფი გაიმეორეს. და გითხრეს რომ ეს ეროვნულობა, აი ეროვნულობა ჩვენ არ ვებცვით ეროვნულობას, შენი ეროვნული მოტივებია მთელ სამ არქიტექტურაში გადმოტანილი. ანუ ნამდვილი ეროვნული ღირებულებები, ფასეულობები და ძეგლები გავანადგუროთ და ფსევდო ღირებულებები შევთავაზოთ მას. დღეს ჩვენ ვართ ზუსტად ამ მდგომარეობაში. დღეს ჩვენ ერთის მხრივ მავანი გვეუბნებიან, რომ ცირა ჩვენ ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს ვუფრთხილდებით და ამის პარალელურად ვხედავ, რომ ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია მატერიალური კულტურის თვალსაზრისით, ხო, სვეტი ცხოველი, მცხეთის ჯვარი, გელათი, ტიმოთესუბანი, ყინწვისი, ატენი, ქოროღო, დოლოჭოპის ბაზილიკა, რომელიც ეხლა აღმოჩნდა და წყალშია. ცოტა უფრო საბრძისი, რომელიც ასევე წარმოუდგენელი, ხო? ეს ყველაფერი ნადგურდება ოღონდ იმ ადამიანების ხელში, რომლებიც ყოველ დღე მიმტკიცებენ, რომ ისინი არიან ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ეკლესიაზე დაფუძნებული, რწმენაზე დაფუძნებული მართველობა, რომელიც ცდილობს, რომ ღირებულებები შეუნარჩუნოს ქვეყანას, რომელსაც რატომღაც ვიღაცა ქიმერები ართმევენ და საიდანღაც თავს ესხმიან. ზუსტად ანალოგიური იყო საბჭოთა კავშირის დროს. მტერი იყო ვიღაცა გარეთ, ზუსტად ეს ამბავი არის. ჩვენ საზოგადოებას მე მაინც მგონია ძალიან მოკლედ ვიტყვი ამ ამბავს. მე მაინც მგონია თავისუფლებას მივცემ, რომ აი ეს ვთქვა, რომ ჩვენ შევეგუეთ ზუსტად ამას 70 წლის მანძილზე ამას ვისმენდით. თავარი იყო რომ ვიღაცას ეთქვა ჩემთვის ტყუილი, კარგი ტყუილი. ჩემთვის ეთქვა რომ იცი რა, შენი კულტურულ მემკვიდრეობას არ ვანგრევ. არაფერთ არ ვანგრევ, ოღონდ ანგრევს. ან მე ვხედავ რომ ეკლესია ანგრია და აფეთქა. ოღონდ არ დაგვინგრევია, ჩვენ აი გორგასლის ძეგლი დავდგი და როგორ. ზუსტად იგივე ამბავში ვართ დღეს. კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენ ეროვნულ და ისტორიულ ფასეულობებზე ვდგავართ. ერეკლეს ქანდაკებას ვდგავთ. აი აგერ ეხლა დღეს ვთქვათ ერეკლეს ქანდაკებას და რა ვარ ამასასწენილი. მწარე შეკითხვა დავსვათ. რა ბედი ელის ჩვენს აი ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან
სახელმწიფოებრივად, ისტორიულად, კულტურულად მნიშვნელოვანი ისეთ ცენტრს, როგორც არის გელათი, ხო? ანუ გელათი ეს არ არის მხოლოდ მონასტერი, ეს არ არის მხოლოდ ეკლესია, ეს არის დაკავშირებული დავით აღმაშენებლის ეპოქასთან, ეს არის აკადემიასთან, ჩვენს განათლებასთან, ჩვენს ხედვებთან, იმდროინდელ მსოფლიოში როგორ აღმოჩნდა და როგორ დაიმკვიდრა საქართველოს საკუთარი თავი. რა ბედიელის გელათს, ანუ შენარჩუნდება, მოხერხდება თუ არა გელათის მოხატულობის შენარჩუნება და მე თქვენ ტიმოთე სუბანიც ახსენეთ და კიდევ სხვა ძეგლები, რომლებიც არაჩვეულებრივი ძეგლებია ნამდვილად და მე მაგათ გადახურვებზეც ვიცი, რომ რაღაცა ახალი პროექტებია და მაგაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯერ მოდი ესეთი რაღაცა დავსვათ. რა ბედიელის, მე როგორც ვიცი, აი ეს ინგლისელ რესტავრატორთა ჯგუფი მთლად იმედიანად აღარ არის განწყობილი და პრინციპში ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ გელათი, რომელიც არის ჩვენი აი ამ კედლის მხატვრობის შეიძლება ითქვას ყველა ეტაპის მუზეუმი, ხო, ანუ როგორც ვითარდებოდა ქართული კედლის მხატვრობა, თითქმის ყველა ეტაპი შეიძლება ჩვენ ვიხილოთ გელათის მონასტერში, ჩვენ გვექნება თუ არა ის ბედნიერება, რომ მომავალში, როდესაც იქ მივალთ, კიდევ ნახოთ ის ფრესკები, სადაც გამოსახულია დავით აღმაშენებელი და არა მარტო, ხო, ან იქ არაჩვეულებრივი ფრესკები. გულწრფელად რომ გითხრათ, პროცესების პარალელურად, რასაც ვყურებ, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიცი, ოდესმე ჩვენ შევძლებთ თუ არა ამ ყველაფრის ნახვას და მეორეს მხრივ ჯგუფი, რომელიც ახლა იქ მუშაობს და სისტემა, რომელიც ახლა მუშაობს, ჩვენ ვიღებთ საჯარო ინფორმაციას საიტიდან, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მე ვერ ვხედავ, მე პირადად და არ მინდა სხვებზე განვაზოგადო, მე ვერ ვხედავ შედეგს. მე ვერ ვხედავ 5 წლის მანძილზე როგორ ვერ მოხდა გელათის გადახურვა. ჩემთვის ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, საპატრიარქო ჯგუფი აკეთებს ამას, სახელმწიფო აკეთებს, ანუ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხო? საპატრიარქოს თუ გადააბარა, ესეც მისი პასუხისმგებლობაა. მონიტორინგი მისი პასუხისმგებლობაა, ხო? ძეგლზე საზოგადოება და პროფესიული საზოგადოება და რაღაც სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს, რომ გადახურვა მაინც მოგვარდეს. წლებია ჩვენ ვისმენთ, რომ აი ეხლა იქნება 2 თვეში, იქნება 3 თვეში, იქნება გადაიხურება, არ არის გადახურვა, არ არის დასრულებული. რომც იყოს ეს გადახურვა, კითხვის ნიშნებია, როგორია ეს გადახურვა და რამდენად მოახერხებს იმას, რომ იქ არ მოხდეს წყლის ჩადინება. ეს ერთი. მეორეა, როგორ რა მეთოდოლოგიით და ვის მიერ მოხდება სახურავის გახსნა, იქ არსებული იმ რაღაცა წლების განმავლობაში დამპალი და რაღაცა გაჟღენთილი მასის ამოღება, როგორ მოხდება კედლის მხატვრობის შენარჩუნება. ვიცით რომ სერიოზული პრობლემაა, ვიცით რომ ცვივა უამრავი რამე, ვიცით რომ განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომები არსებობს, მათ შორის გელათთან დაკავშირებით და მათ შორის ბრიტანელების მიდგომა, ხო, რომელიც პროფესიულ სივრცეში დავისა და კამათის საგანია, მათი მიდგომა და მათი დამოკიდებულება. ამას არსებითი მნიშვნელობა შეიძლება საზოგადოებისთვის არ ქონდეს, რომელი მეთოდოლოგიით მიდიან და რა მნიშვნელობა, რა პრინციპები არის ამ მეთოდოლოგიაში. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ გადარჩეს და შენარჩუნდეს, ხო, ეს მოხატულობა. შენარჩუნდეს მოზაიკა, რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, ხო? ნამდვილად ესე არის, მე-12 საუკუნიდან მოყოლებული თითქმის ყველა ეტაპი არის, ხო, ქართული კედლის მხატვრობის ასახული იქ და გელათი ნამდვილად არ არის მარტო მოხატულობა, მარტო არქიტექტურა, მარტო მოზაიკა. ის ზუსტად აი ეს კომპლექსი არის, ხო და აი ამის ფონზე, როდესაც მე 5 წელი სახურავიც კი ვერ მოვაგვარეთ და ვერ დავივედით იმ კონდიციამდე, იმ ნაბიჯამდე, რომ აი ერთი რამე ვიცოდეთ, რომ სახურავი მაინც მოგვარებული და წყალი არ ჩადის, ამაში გარანტია გქონდეს, ხო? დღეს ამ მდგომარეობაშიც კი არა ვართ. მე არ ვიცი, მე ნანახი მაქვს ამ გადახურვის პროექტის ვერსია, რომელსაც აკეთებენ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისეთია, როგორიც უნდა იყოს და ამაზე ბევრ საუბრობენ დარგი სპეციალისტები, რომ რამდენად შეძლებს ეს გადახურვა, რომ წყალს გაუძლოს და წყალის ჩადინება იქ არ მოხდეს. ყოველ შემთხვევაში რა ნაწილით ჩვენ დღეს კრამიტზე უკვე უარი ითქვა, ხო, მე მგონი. კრამიტი იქ რაც ქვეშ არის, ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აიყაროს და ეს სამომავლოდ გადასაწყვეტია, რითი გადახურავენ, მაგრამ ეხლა ვსაუბრობ დროებით გადახურვაზე. დროებით გადახურვა, რომ ის სახურავი, რომელიც ქვეშ არის მოქცეული, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში წყალი რო ჩავიდა და სველია და გამოშრობა ჭირდება და ამოსუფთავება ჭირდება იმ გადახურვას და კამარებს, ხო, რომელშიც ეს მთელი ბეტონის მასებია შიგნით ჩასხმული, რაც ასევე გაუგონარი გადაწყვეტილება იყო, რატო გააკეთეს
თავის დროზე, როდესაც ესეთი მასით შეავს ეს მთელი ეს კამარები, რაღაც ამდენი საუკუნის ძეგლი კიდევ ასე დაამძიმეს და ეს კიდე ცალკე საკითხი არის 2019 წელს რესტავრაცია, რომელიც 2019-ში დასრულდა, საერთოდ რა მეთოდოლოგიით იმუშავეს და ვინ მუშაობდა, ვინ გადაწყვიტა საერთოდ რომ ესეთი მიდგომა შესაძლებელი იყო. ეს კიდე წარმოუდგენელი ამბავია. ის რაც დღეს ხდება გელათში, მარტივად შემიძლია გულწრფელად თქვა, მართლა არ ვიცი, ვერ ვხვდები, რასაც ვუყურებ. ერთის მხრივ ხედავ რომ ადამიანები ამბობენ რომ რაღაცა საქმე წინ მიდის, რაღაცა კეთდება, მეორეს მხრივ ვუყურებ უბრალოდ რომ გადახურვა არ დამთავრდა, რომ მუდმივად არის ანგარიშების პრობლემა, მუდმივად არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ პროფესიულ საზოგადოება ვერ იღებს რაღაცებთან დაკავშირებით პასუხს, ვერ იღებს პასუხს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ვერ იღებს პასუხს, არ არის დოკუმენტირებული უამრავი საკითხი, ხო? აი ეს ის საკითხებია, რომელიც მე არ მაძლევს საფუძველს არაფრის თქმის, ვერ ვხვდება, აი ხო შემიძლია ჩემ მეგობრებიც, რომლებიც მეკითხებიან, ხო, რომლებიც იციან რომ ამ სფეროში ვარ და მეკითხებიან, რომ გელათი გადარჩება, ძალიან რაღაცა მეგობრულად რომ მეკითხება. არ ვიცი რა მოხდება. უბრალოდ არ ვიცი, ესეთ მდგომარეობაში. მოზაიკასთან დაკავშირებით თითქოს უკეთეს მდგომარეობაში ვარ და პროფესიონალი, რომელიც მას უთხოვება ნარდი და მისი ჯგუფი დიდი ნდობით სარგებლობს, არა მხოლოდ უცხოეთში, არამედ საქართველოშიც და გარკვეული ნდობით სარგებლობს ის, მის მიერ იქნა წარმოდგენილი პროექტი, რომელიც სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან გაზიარებული იქნა, ამიტომ ჩვენ ხედავთ მის მთელ, აი ესეც ნიშნულია, ხო, როდესაც პროფესიულ საზოგადოებას არ აქვს კითხვები ნარდისთან, ხო? იმის გამო რომ მან სრულად წარმოადგინა მისი გეგმა, წარმოადგინა და აჩვენა ყველაფერი, ყველა საფეხური, როგორ წარმოუდგენია, რას აპირებს, რომელ ეტაპზე რას იზამს, როდესაც სამუშაოების რა ნაწილში ჩაერთვება, გადახურვამდე იზამს ამ ყველაფერს თუ გადახურვის მერე, როგორ გაუძღვება ამ საქმეს, მას ყველაფერი წარმოდგენილი აქვს. ამიტომ ნდობა მის მიმართ გაცილებით მაღალია, რაც არ არის კედლის ხატრობასთან დაკავშირებით, რაც არ არის არქიტექტურასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით ვინ გაუძღვება ამ ყველაფერს. თეორიულად პირად საუბრებში შეიძლება ვიღაცა მიცოდეს მეტი ან ნაკლები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა რომ საზოგადოებამ მკაფიოდ იცოდეს. ამისთვის უნდა იწერებოდეს მუდმივად ანგარიშები და ქვეყნდებოდეს საჯაროდ ეს ყველაფერი და ყველა ძეგლზე ხა კითხავს ალბათ ვიღაცა რომ ყველა ძეგლზე ესე ხდებოდა, არ ხდებოდა რა თქმა უნდა, ყველა ძეგლზე არ იდებოდა საჯაროდ, მაგრამ რადგან განსაკუთრებულია გელათი არ არის ხო ყველა ძეგლი და გელათში არ ხდება ის, რაც ყველა ძეგლზე ხდება, ხო? ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, ამიტომ საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მაღალია და როდესაც ესეთი მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, ძეგლადაცვის სისტემა იქნება თუ ადგილზე მომუშავე ნებისმიერი მიმართულების ჯგუფი, ის ვალდებულია რომ საზოგადოებას აცნობოს და მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელსაც ითხოვს საზოგადოება, იმისთვის რომ მინიმუმ იყოს მშვიდად და ჰქონდეს გარანტია, რომ ის რაც ახლა გელათში მიმდინარეობს, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ გელათს ისეც ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავთ როგორ იყო, იმიტომ რომ დანაკარგები ძალიან დიდია. მაგრამ რაღაცას მაინც შევინარჩუნებთ. და თან ისე რომ წინა ჯგუფი რომელიც იყო არ დახატავს თვითონ. წინა ჯგუფი ხატავდა თვითონაც და ეს კიდევ რაღაც თანამედროვე სტანდარტ ნოუ-ჰაუ ახალი მიგნება იყო რესტავრაცია კონსერვაციის ისტორიაში, რომ დავხატე იმისთვის რომ ლამაზი იყოს და საზოგადოება შეხედავს თქვას რომ არა წინვალეთ აღუდგენია ძეგლი. ხო, სამწუხაროა რომ საზოგადოება აი ამ ღირებულებასაც ვერ ხვდება, როდესაც მე ქოროღოს კოშკს დავანგრევ და ახალს ავაშენებ, ახალსო შეხედავ, შეიძლება მოეწონოს და თქვას რომ იცი რა, მშვენივრად არის გაკეთებული. ხო, აი ეს არის პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემა. მე მაინც პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ეს არის ეს ნაწილი საზოგადოებაში სათანადო ცოდნის არ არსებობა. ეს ჩვენი პრობლემაა, რომელზეც წლები უნდა გვემუშავა და უნდა ვიმუშაოთ მინიმუმ აწი მაინც, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ საზოგადოებრივი ცნობიერება ამ მიმართულებით ამაღლდეს და ვიცოდეთ, რომ მოხატული სვეტიცხოველი, ახლიდან დახატული სვეტიცხოველი არ არის უფრო ძვირფასი, რადგან ლამაზია და ჭყეტელაფერები აქვს, არ არის უფრო კარგი. ხო, ვერ იქნება ვიდრე ის რაც ახლა იქ არის და რა მნიშვნელობა აქვს რომ შევინარჩუნო სიძველე, რა მნიშვნელობა აქვს იმ ფორმით შევინარჩუნო და არა სახეცვლილი, ხო? ეს არის დიდი ხნის სამუშაო, უნდა დაწყებულიყო დიდი ხნის წინ და 10-იც არის გასაგრძელებელი. ვფიქრობ რომ აი გელათთან დაკავშირებით არის იმედი მაქვს რომ ჩემი კომპეტენციისა და ცოდნის ფარგლებში მაქსიმუმი ეგ არის, რისი თქმა შემიძლია. მე ვერ ვიტყვი ვერანაირ დამაიმედებელ რაღაცა. კარგით, აი რახან სვეტიცხოველზე გადავედით, ხო? და სვეტიცხოველი ჯვარი ეს მთლიანად მცხეთის კომპლექსზე როდესაც ვლაპარაკობთ, მანდ ძალიან დიდი პრობლემებია, ხო? ერთის მხრივ აქვე გამოჩნდა, რომ ისევ გადახურვასთან არის დაკავშირებული ეს პრობლემა და მეორეც მხრივ ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს უშველებელი პრობლემა მის კედლებზე, ხო? ანუ ქვებს აქვს ძალიან დიდი პრობლემა, რაღაც დაავადებულია თუ არ ვწდები, ხო?
რომელზეც იყო გამოყოფილი თუ არ ვცდები იუნესკოს მიერ იყო პროექტი, რომელიც შეჩერებულია სამწუხაროდ რატომღაც არის შეჩერებული. არა და დრო არ ითმენს და ეს ძეგლები აუცილებლად უნდა გადარჩეს, ხო? ერთის მხრივ მე მინდა რომ გარდა ამისა რომ ერთის მხრივ მოდით გავყვეთ აი ამ საკითხს, როგორიც არის გადახურვის პრობლემა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეხლა იგეგმება ძალიან ბევრი ძეგლის სპილენძით გადახურვა. არ ვიცი რამდენად არის დაგეგმილი თავად სვეტიცხოვლის სპილენძით გადახურვა და მე უკვე გადავიდა ჯვრის მონასტერზე რა პრობლემების წინაშე ვართ, იმიტომ რომ მართლა მე სხვა როგორ ვთქვა ხო ანუ თუ რამე გვაქვს ჩვენ საამაყო სწორედაც რომ ეს ძეგლებია და თუ ესენი დაზიანდა რა ვიცი შეიძლება ითქვას რომ ეს იქნება ყველაზე დიდი თვით დაზიანება რაც კი შეიძლება სახელმწიფომ თავის თავს გაუკეთოს მიაყენოს სვეტიცხოვლის გადახურვასთან დაკავშირებით, საერთოდ გადახურვებთან დაკავშირებით ჩვენთან არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. 1895 წელს შეიკრიბა საეკლესიო საბჭო, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ რაღაც ამდენი წლის წინ მსჯელობდა სვეტიცხოველში წყალი ჩადიოდა, მას ახურავს ლორფინი, ანუ ქვის გადახურვა, ქვის დაჭრილი ფილები და რა ცხადია რომ მაშინაც ასე იყო, ჩადიოდა წყალი. ჯერ კიდევ მაშინ შეიკრიბა საეკლესიო საბჭო. და მათ შორის იყვნენ თავადები, მაშინდელი წარჩინებული საზოგადოების წევრები, განათლებული საზოგადოება და მოიწვიეს ისინი მსჯელობდნენ რა ექნათ ამ სახურავისთვის. მაშინაც ამაზე იყო მსჯელობა და რამდენიმე ვერსია დასახელდა, მაშინ ეს დოკუმენტი არის შემორჩენილი. სადაც ეს განხილვის ოქმი არის შემორჩენილი და ამ განხილვაში არის ესეთი ამბავი ზუსტად რომ სასულიერო პირები მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, როგორ გადავხუროთ სვეტიცხოველი წყალი არ ჩავიდეს. და მათ შორის არიან წარმოდგენილი თავადები, რომლებიც ამბობენ რომ ესე ხوار გადავხუროთ, ისე ხوار გადავხუროთ, მათ შორის მაშინ იყო დასახელებული სპილენძის ვერსიაც. რომ სპილენძით ხوار გადავხუროთ. პირველ ეტაპზე სხდომამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და მათ რა თქმა უნდა ლოგიკურად გადაწყვეტეს რომ მოდი პროფესიონალებს დაუძახოთ, დარგის სპეციალისტებს დაუძახოთ. ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტ, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ვერ გადავწყვეტ და მაშინ თუ კი ვინმე იყო საქართველოში უცხოელიც და ქართველი და ასე შემდეგ კარგი, დიდი სახელის არქიტექტორი ყველა მოიწვიეს და იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა გადაეხურათ. ძალიან დიდი ნაწილი ამ ჯგუფისა წინააღმდეგ იყო რომ სპილენძით გადახურულიყო, იმიტომ რომ მაშინვე ამბობდნენ რომ მათ შორის იყო ოტო სიმონსონი, რომელიც ამბობდა რომ ეს სახეს დაუკარგავს ზეგს და არ შეიძლება სპილენძით გადახურვა, ლორფინზე გადავაგოთ სპილენძი. გავიდა ამის მერე რამდენი წელი, 100 წელზე მეტი და დღეს დადგა სვეტიცხოვლის და რამდენიმე ძეგლის გადახურვის საკითხი და მათ შორის თემეთესუბანში მკაფიოდ დადგა ეს საკითხი და ზუსტად ლორფინზე გადაახურეს სპილენძი. ის რაზეც თითქოს 100 წლის წინ ქართული საზოგადოება შეთანხმებული იყო რომ ეგ არ შეიძლება და არ გააკეთეს სვეტიცხოველზე ეს, ხო? დღეს ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე რომ შეიძლება ხვალ სვეტიცხოველზე ეს ღიად ითქვა სახელმწიფოს მხრიდან. ანუ კონკრეტულად რომელ ძეგლზე მათ შორის იყო თემეთესუბანი, სადაც თემეთესუბანზე უკვე ჩატარდა ეს კი და დამთავრდა ეს სამუშაოები, კი. თემეთესუბანი უნდა აღინიშნოს რომ ეს არის რაღაც გამორჩეული ძეგლი რომელიც გამოირჩევა ასევე თავისი კედლის პატრობით, ხო? ანუ გადახურვა ჩვენ როგორც ვიცით, ეს უბრალო საკითხი არაა, ხა თქვენ რო ახსენეთ ლორფინის გადახურვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ ვიცით უკვე აი თვითონ გელათის მონასტრის მაგალითზე რომ გადახურვამ შეიძლება ძალიან სერიოზულად დააზიანოს. სპილენძი შეიძლება მშვენიერი მასალა იყოს, მაგრამ რამდენად კვალიფიციურად ხდება ამ ყველაფრის გაკეთება, ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ხშირად არის ხოლმე მე პირადად მაგალითად როდესაც ვიხსენებ პირველად როდის მოხდი სვეტიცხოველში, მაგალითად მე მახსოვს რომ იატაკი სვეტიცხოველისა საერთოდ სხვა იყო ვიდრე ახლა რაც არის, ხო? ანუ აშკარად ახალი დაგებული არის როგორი იატაკი არის ეს არ ვიცი თქვენ პროფესიონალებმა უკეთესად შეგიძლიათ შეაფასოთ ეს ყველაფერი თავის დროზე ყოველ შემთხვევაში შენარჩუნებული იყო ის ძველი სვეტიცხოვლის იქ შუშა იყო და ეს მინიდან შეიძლება დღესაც ოდნავ კიდევ ჩანს მაგრამ ისე თვალსაჩინო არ არის ხომ ანუ მოდი დავსვათ ესეთ შეკითხვა ყავს თუ არა აი თქვათ ერთი რო თქვათ არსებობს თუ არა ხალხი ვისაც შეუძლია რომ ეს ლორფინი შეაკეთოს და რესტავრაცია მოხდეს და კარგი თუ თქვათ არ ყავს ამ ლორფინის სპეციალისტები ყავს თუ არა ხალხი რომელსაც შეუძლია კვალიფიციურად დაადგას სპილენძის გადახურვა გავრცელდა საზოგადოებაში ინფორმაცია სააგენტოს მხრიდან და მათი არაერთი
წარმომადგენლის მხრიდან რომ თითქოს ლორფინის სახურავებს იმიტომ ვაფარებთ სპილენძს ან კრამიტის სახურავებს იმიტომ ვახურავთ სპილენძს რომ ჩვენ არ გვყავს რაღაცა ლორფინის სპეციალისტი შემიძლია თქვა რომ გვყავს ლორფინის სპეციალისტები სააგენტოში ესე იყო ყოველთვის და არის ეხლაც რომ არსებობენ ფავორიტი რესტავრატორები ეს ბოლოს ჩვენი მეზობელი სომხეთიდან შეგვიძლია რომ მოვუწევთ ჩვენი მეზობელი სომხეთიდან შეგვიძლია სადაც ძალიან დიდი სკოლა არის გავლილი მათ ძალიან კარგად იციან და არა მხოლოდ მათ იციან მათ იტალიელებთან ითანამშრომლეს როდესაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვან ძეგლებს ხურავდნენ მათ იტალიელებთან ითანამშრომლეს და იქიდან კიდევ უფრო მეტი ცოდნა მიიღეს ამიტომ მინიმუმ შეგვიძლია რომ თუ შორს ვერ მივდივართ და რაღაცა ევროპაში ვერ მივდივართ მეზობლებს ვკითხოთ მეზობელს ვკითხოთ რომელსაც ამისი ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საუკუნოვანი გამოცდილება აქვს ისევე როგორც ჩვენ გვქონდა და გვაქვს მაგრამ აქ არის ზუსტად ეს ნაწილია ჯერ ერთი რომ ყავს ჩვენ ამის სპეციალისტები ახალი ეკლესიების შენდება ლორფინის სახურავები ჩაიარეთ რამდენსაც გინდათ იმდეს ნახავთ თბილისში ნახავთ მინიმუმ ძალიან ბევრს ლორფინის სახურავს ყალი გაჩადის ანუ ვიღაც აკეთებს ამ სახურავებს ხო კონკრეტულადაც ვიცით ვინც არიან ეს ადამიანები და ვისაც შეუძლია ამის გაკეთება აქ არის სახელმწიფო ნებაზე და ისევ დამოკიდებულებაზე მარტივი გამოსავალი ითქვა კიდევაც საჯაროდ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში ითქვა ყველაფერს გადავხურავთ სპილენძით რატო იმიტომ რომ საზოგადოებას ამაზე პასუხი ესეთი არის საზოგადოებას ეუბნებიან რომ იცით რა ტიმოთე სუბანში არის ძალიან ძვირფასი მოხატულობა და მე მოხატულობა საფრთხეს ვერ შევუქმნი ანუ სახელმწიფო სტრუქტურა რომელიც იძახის რომ მას არ ყავს ლორფინის სპეციალისტი და რომ სპილენძს იმიტომ იყენებს რომ ეს მარტივი გამოსავალია ანუ მეტი რა ილუსტრაციაზე ვილაპარაკოთ თვითონ ამბობენ ყველაფერს კარგი გავიგეთ რომ დღეს პრობლემა გაქვს ჩავთვალოთ რომ არ ყავს სპეციალისტი და ლორფინის სპეციალისტი ის ხო შეიძლება ვიცოდე საზოგადოება რას აკეთებ იმისთვის რომ ხვალ ყავდეს ვინმე ზრდი ვორქშოპებს ატარებს სადმე მიყავს უცხოელები ჩამოყავს ან შენები მიყავს ანუ ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ მომავალში არ იხედება და საერთოდ საზოგადოებაც სამწუხაროდ ესე გამოდის ჩვენ უნდა გვესაუბრა ასევე ჟვრის მონასტერზე ჩვენ აღარა გვაქვს სამწუხაროდ თითქმის დრო მაგრამ აი ბოლო შეკითხვას დაგისვათ ძალიან მოკლედ რო გვიპასუხოთ ორი სიტყვა რო გითხრათ თავად ჟვრის მონასტერთან დაკავშირებით და აი რაღაცა შეჯამების მსგავსი აი რო გითხრათ რომ რა შეიძლება იყოს აი სულ მცირე გამოსავალი ძალიან მოკლედ თუ შეიძლება იმიტომ რომ დრო თითქმის აღარ აქვს. ხო, ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობაში და საზოგადოება მიცოდა ჩვენ გვაქვს პრობლემა არქიტექტურაში, პრობლემა მოხატულობაში, საფასადო ქვის შენარჩუნებაში, პრობლემა გვაქვს საცხოვრისებთან, ძველ ტრადიციულ საცხოვრისებთან, პრობლემა გვაქვს სათავდაცვო ნაგებობებთან, ციხესიმაგრეებთან და კოშკებთან. ყველა მიმართულებას კულტურულ მემკვიდრეობისას უჭირს და ყველაფერი ნადგურდება. აბსოლუტურად ყველა მიმართულება ნადგურდება. მცხეთის ჯვრის შემთხვევა არის ის, რომ ის არის კავკასიაში, მთელ მსოფლიოში უნიკალური ნაგებობა, თავისი მხატვრული ღირებულებით, დროით, მნიშვნელობით, უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქართული კულტურისა. როდესაც მისი საფასადო ქვა ნადგურდება, იშლება და ბიოლოგიური დაზიანებები მას შლის, შენ ამერიკის საელჩოს გრანტი გაქვს მოპოვებული და ამერიკის საელჩო ცდილობს და გეხმაროს ამ პროცესში და შენ ამბობ რომ მე ეს არ მინდა და გააჩერე პროექტს არ ვიცი გაუგონარი მიზეზის გამო რა მიზეზი შეიძლება აქ იყოს Deep State-ის ჯინაზე აი Deep State-ის ჯინაზე გავაჩეროთ და გავაგრიოთ მცხეთის ჯვარი ხო გამოსავალი და დადებითი ნაწილი ამ ყველაფერში მე არ ვიცი რა იქნება თუ ჩვენი საზოგადოება ფაქტია რომ ვისაც ევალება ეს კანონით და ვინც ამაში ხელფასს იღებს ის ამას არ უყურებს თუ ჩვენი საზოგადოება უფრო აქტიური არ იქნება ამ მიმართულებით გამოსავალს მე დამატებით ვერაფერში ვერ ვხედავ ან რაღაცა სისტემურად შეიცვლება და დავამთავრებთ იმ საგიჟეთს რაც ჭირს საერთოდ ქვეყანას და რაც ჭირს კულტურულ მემკვიდრეობას, ну ან არა და ჩვენ დავკარგავთ უნიშნელოვანეს რაღაცებს და მხოლოდ სახელი დაგვრჩება, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენ გვიყვარს ჩვენი რაღაც წარსული ერეკლე მეფე გმირია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გმირია და რა თქმა უნდა, ოღონდ ფსევდო რაღაცა პატრიოტიზმი დაგუღუპავს უბრალოდ. ერთხელ საჭიროა დავფიქრდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ამაზე გვესაუბრებიან და წარსულ დიდებაზე, რატომ ანადგურებენ პარალელურად იმას, რაც ამ დიდების გამოხატულებაა. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის ჩვენ ვერ მოვასწარით ძალიან ბევრ საკითხზე საუბარი დარწმუნებული მსმენელისთვის საინტერესო იყო იმეც ვიტოვებ რომ ერთის მხრივ გაგრძელდება საუბარი და ამაზე ფიქრი და ამავდროულად იმეც ვიტოვებ რომ რაღაცნაირად უმოკლეს დროში თვალი აეხილება ყველა მხარეს რომელიც ამაში არის ჩაბმული და მიხვდება რომ სასწრაფოდ მოქმედება საჭირო და კოორდინირებული ამასთან დაკავშირებით და ამავდროულად უნდა რომ ენდონ პროფესიონალებს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის. ხომდის.